ოლიგარქის ანტიეროვნულ პოლიტიკას და რეპრესიებს შიმშილობით აპროტესტებს 5 მოქალაქე აქედან 4 პარლამენტთან იმყოფება, ერთი კი იზოლატორში განაგრძობს შიმშილობას. პროტესტის უკიდურეს ფორმას 5 დღე არაც მიმართავენ, როგორია მათი მდგომარეობა და თუ არის მობილიზებული ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მარიკა ბოლქვაძე უერთდება ფორმულას ეთერს. დიახ, გიორგი, უკვე მეხუთე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას პარლამენტის მიმდებარედ რუსთაველის გამზირზე 5 ადამიანი მიმართავს. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობა არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს. უკვე მესამე დღეა ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან რეაგირებას ელოდებიან. 2 დღის წინ მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს თხოვნით, რომ ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ერთი ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, მაგრამ სასწრაფო დახმარების ჯგუფი ამ დრომდე აქ არ ჩანს. მათ მთავარ მოთხოვნად რჩება ისევ ორი ძირითადი მოთხოვნა, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და ჩაინიშნოს ახალი დემოკრატიული არჩევნები. ჩემთან ერთად იმყოფება ერთ-ერთი მოშიმშილე კოალიცია ცვლილებისთვის წევრი გედევან ფოფხაძე. ბატონო გედევან, რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ რომ გითხრათ თქვენი ძირითადი მოთხოვნების შესახებ, პროტესტის შესახებ და რა არის ახლა თქვენი მთავარი სათქმელი? ჩვენ ვითხოვთ იმასაც მე პირადად მგონი, რომ ეს არის ორი მთავარი თემა და რომლის განხორციელების შემთხვევაშიც პოლიტიკური კრიზისი შეიძლება რეალურად დაეძლიოს. ეს არის ახალი სამართლიანი არჩევნები და ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმრის განთავისუფლება. მგონია, რომ ესეთი პროტესტის ფორმა ჩვენ რეალურად მაინც შექმნილმა ვითარებამ გვაიძულა და არა იმან, რომ ჩვენ ეს დიდად მოგწონს, რომ ასეთი პროტესტით მიმართავთ ამ მოთხოვნებით. მიმაჩნია, რომ შიმშილობა იყო ყველაზე ადეკვატური იმ ქმედებებითაც ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი პოზიცია გაიტანოს. მადლობა ბატონო გედევან, ჩვენთან ერთად იმყოფება კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთ-ერთი წევრი და მოშიმშილე ქალბატონი დარეჯან ცხვიტარია. ქალბატონი დარეჯან, ახლა რომ გითხრათ პირველ რიგში როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კიდევ ერთხელ თქვენი მთავარი მოთხოვნები რომ გააჟღეროთ კიდევ ერთხელ? ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურად. არანაირი შიმშილის გრძნობა არ გაგვაჩნია, არაფერი, იმიტომ რომ მოტივირებული ვართ და ვიცით რატომ ვაკეთებთ და რისთვის ვაკეთებთ. რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, ყველაფერი ძალაში ჩდება. ახალი სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ყველა პოლიტიკურიდან სინდისის პატიმრის განთავისუფლება და შეწყდეს ეს დიქტატორული კანონების შეწყვეტა, რა ქვია, მიღება, რომ საერთოდ გაასული არიან ყველა სივრციდან, დემოკრატიული ჩარჩოდან და ღებულობენ ყოველდღე ახალ კანონს, რაღაც დიქტატორულ კანონს, რომელიც არც ერთ ჩარჩოში არ ეტევა. მე მინდა მოუწოდო ჩვენ საზოგადოებას, რომ გვინდა რა ეს სივრცე განევრცოს და მოვიდეს საშიმშილოდ, დაჯდეს, ვინაიდან არც ერთი გამარჯვება შიმშილობის გარეშე არ ჩატარებულა, თუნდაც ეროვნული მოძრაობა ავიღოთ 9 აპრილი და 9 აპრილის შემდგომი პერიოდით, როდესაც არჩევნების ჩატარება უნდა და კომუნისტურ რეჟიმს და იქ ცვლილების შესატანად შიმშილობა მოეწყო და იმის საფუძველზე მერე ჩატარდა არჩევნები და არჩევნებში გაიმარჯვა სახელოვნად ეროვნულმა მოძრაობამ. მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო. იცით რა არის, ყველა პროცესი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ შიმშილობის. აი ყველა. და ეს არის ერთ-ერთი კიდევ უკიდურესად მძიმე პროცესი, სადაც შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს მიიღოს შიმშილობის აქციაში მონაწილეობა. მადლობა. დიახ, როგორც უკვე გითხარით, პარლამენტთან შიმშილობას 5 ადამიანი აგრძელებს, მაგრამ ადგილზე იმყოფება 4, მათგან ერთი დათო ჭელიძე, რამდენიმე დღის წინ გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს და ის ახლა შიმშილობას ბაკურიანის იზოლატორში აგრძელებს.